მოგესალმები ნინი, მოგესალმები შალვა. ნინი, შალვა საწამოვიყვანეთ. ჰამბურგერის საჭმელად შალვა წამოვიყვანეთ ჩინეთის ყველაზე დიდ ავტოქარხანაში, რომელსაც ქვია BYD. და ეს BYD არის ჩემს ხელში, ხო ხედავ. მე ამის ოფიციალური დილერობა, დისტრიბუტორობა არ მინდა. მე მინდა რომ ქარხნის პარტნიორი იყო. აი ყურე, არის ქარხანა. ადამიანებმა ვერ გაიგეს. უყურე როგორ არის. როცა ხარ ქარხნის პარტნიორი, აი შეხედეთ ახლა შალვა ნინი მოიწიე, აი შეხედეთ ახლა ამ წუთას აქ რამდენი ავტომობილი დგას. აი ნახეთ, ანახეთ. აი რამდენი ავტომობილია შეხედეთ. ამ წუთას აქ დგას შალვა 30,000 BYD-ის ავტომობილი. ყველა ნაირი BYD-ის ავტომობილია. გუღორე, ქარხანა არის ეგერ, საწყობი არის ეგერ. გელა ბარკალაია, მეგრულ, ჯიგრულ, პონჩი, აქ ჩიც არ უშვებენ, ჩიც. ზევით. აქ კონტროლდება, ჩიტმა რო გადმოიფრინოს, მაგრამ მეგრულ, ჯიგრულ, პონჩი სადგავართ შეხედეთ. ორი პიკაპი მოაყენებიე, რომ ეს ჯერ შენი სილამაზე კარგად რო გამოჩნდეს. მერე შალვა სილამაზე რო კარგად გამოჩნდეს და მე კიდე მოსახლეობას აუხსნა, რომ ჩვენ შრომელი ადამიანები ვართ. გვინდა ხარისხიანი ავტომობილები შევიყვანოთ საქართველოში და იყოს კარგი ფასი. ეს არის ჩვენი პრინციპი, ხო? ჩვენ არავის არს ვეჭიდავებით, არც ფულს არ ვიხდით, რომ ვიღაცა სხვა პრობლემა შეუქმნათ და მე მინდა უთხრა ყველას, ჩემს კოლეგებს. კოლეგა ცოტა ისეთი ნათქვამია სიტყვა, მაგრამ მაინც იყავით ის ადამიანები, კოლეგები, ვინც რაღაც 2-3 მანქანა შემოიყვანეთ საქართველოში და იძახით ჩვენ ვართ, კი ბატონო, იყავი, გააკეთე, მაგრამ ამ ჩინურ მანქანებზე ადამიანებს ნუ მოატყუებთ. დილერობას, დისტრიბუტორობას ის ჰაერში არ იძლევიან, უნდა გქონდეს ევროსტანდარტის ცენტრები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 9 ავტომობილის და ვართ შალვა 9 სხვადასხვა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები. ნინო, ესე გავაკეთე, ხო? ესე. და ამას ყველა ხო იცნობდა, სადაც მივედით, ხო, სადაც ვილაპარაკეთ და აი ოდესმე წარმოიდგენდი, რომ აი ესეთ ადგილზე მოხვდებოდი. მეც ჩემს ბავშვობაში ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ აი ასეთ სიტუაციაში მოხვდებოდი და ესე დაგაფასებდნენ. და იყურე, ყველაფერზე მოდის ჩემთან, იმიტომ რომ იციან ჩემი შრომის ფასი. მე რომ ფული შოვნა მინდოდეს, მე მიწაში დამარხვა და ისე მოვიქცე და პარლამენტში შევიდე და ესე ავწიო, თითი არასდროს არ გავაკეთებ, არც ვიკადრებ. თორემ ფული აი აქ ყრია ჩინეთში. ახლა აქედან წავიყვან 500 მანქანას და ჩინეთშივე გავყიდი და თვითონ მანქანას მოუგია $1000. აქვე. მაგრამ მე არა, მე ჩემი სტილის მაქვს ცხოვრებაში. მე ვარ ადამიანი, როგორიც ვარ, ესეთი უყვარვარ ჩინელებს და ესეთი უყვარვარ ქართველებსაც, ხო? მე რომ უფლება მქონდეს შალვა, ახლა ბიბლია არ არის, თორე ხელს დავდებ. ჩვენ რომ კიდევ ხელს დამატებით არ გვიშლიდნენ, მე გავაკეთებდი ნინი ყველა ტაქსის ბრძოლს კაბეკებში მივცემდი ავტომობილს და კაბეკებში იქნებოდა საბანკო გადასახადი თუ რაღაც რო არის. მაგრამ ამის საშუალება მე არ მაქვს. იცით, თელმა ქართველებმა და საქართველოს მოსახლეობა ვიღაცა 2 ავტომობილს შეიყვანს და 5 კრიშა ყავს მერე და დავიშვით ამ კრიშებით რა. აი თქვენ ნახეთ, მე მინდა სუფთა ბიზნესის კეთება. მთელი ჩემი ცხოვრება სუფთა ბიზნესს ვაკეთებდი, ხო? და სუფთა ბიზნესი მინდა გავაკეთო და ნებისმიერმა კაცმა ერთმანეთს კი არ ვეჯიბროთ, ერთმანეთს დავეხმაროთ.
მე უკეთესად ვიცი და გეტყვი როგორ ჯობია. აქ არის მინო ჩვენ წავალ ჩვენ გვაქვს 5 საწყობი თელ ჩინეთში. აიყურეთ, ვიღაცები ქუჩა რო დადიან, ხო იცი შალვა და ფული მომეერთ მანქანა ჩამოგიყვან. ეს არ არის ბიზნესი, იმიტომ რომ ზუსტად თქვენ ატყუებთ ხალხს, იმიტომ რომ მე მანქანას ჩაუყვან, ამაზე არის აპდეიტი, ხო შალვა, გასაკეთებელი. თქვენ ვერ უკეთებთ და მე პრობლემები იქნება. მე ჩინური ენა წერია, გადასაყვანია რუსულზე, გადასაყვანია ინგლისურზე, მაგრამ თქვენ ვერ გააკეთებთ. და რომც გააკეთოთ, ხვალ რო წაიშალოს, აი იმ კაცმა მე მანქანა უნდა დააყენოს გარაჟში და შენ საბგეძებოს. ამიტომ უნდა იყიდოს მანქანა იქ. რა გაწერია ბიზია? მათე მოტორზე აწერია თურმე აგერ. ხო ხედავ? აქ კიდე რა გაწერია უკან? აი მათე მოტორს დუბაი. ხო ხედავ? უყურე შალვა როგორ არის. ჩვენ სუფთად უმუშაობ და ღმერთს მაქნას რომ მთელი ჩემი ცხოვრება ესე ვიმუშაო და თქვენ აგერ. ახლა გამოვარჩი და შალვა ანახე მოსახლეობას. კი ბატონო. შალვას იმდენად გამარჯობა შალვა, არ ჩამოვარდი ამ იმიდან, ამას აი ამ დონეზე აქ ვინმე გააკეთებდა? მე და შენ მეგრელები ვართ, მეგრულად ვაწვევით და დედასაც უწირებთ, ხო? სუფთა, სინდისით, ნამუსით უნდა ვიმუშაოთ და ახალგაზრდები უნდა დავასაქმოთ. მე რომ მინდოდეს ახლა გავჩერდები და ხვალ გავყიდი იმდენ მანქანას აქიდან. მაგრამ არა, მე ჩემი ცხოვრების სტილი მაქვს. მე მინდა ცოტა ფული მყოფნეს და ვიცხოვრო ლაღად და კარგად და მართალი იყო შენ თავთან. იმან თქვა, ამან თქვა რა, მართალი უნდა იყოს შენს თავთან. შენ წარმოიდგენდი რომ ჩვენ აი აქ მე აი ესე პარას წავიყვანდი ჩინეთში. არა, ძალიან რთული იყო, მაგრამ თქვენ ამას ეს გააკეთეთ რამდენიმე დღეში. აი 9 რაღაცის დილერობა ავიღებთ, რომელსაც ზოგი ვერ აიღებს 900 წელი. ეს ჩემი ინტერესი არა, ჩემი ინტერესია ბაზა, საწყობი და ვიყო ქართლის წარმომადგენელი. მინდა მთელ საქართველოს უთხრა, რომ ცოტა ხანი მოითმინეთ, ისეთ ავტომობილებს შევიყვანთ საქართველოში, რომ აი გაგიკვირდება და ისეთ ფაში გისურვებთ წარმატებას.